მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoG, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. Სადება გაზაფხულის სეზონისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის სიახლეს ნერგავს. Ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთდა დაცული ტერიტორიების სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი დემეტრე მაღრაძე. მოგესალმებით დემეტრე, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის სიახლეს ნერგავს. 1 აპრილიდან ტურისტებისთვის კომბინირებული ბილეთების სისტემა ამოქმედდება. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთიანი ბილეთით რამდენიმე ტურისტული ობიექტი დაათვალიერონ. ეს არის ის უმთავრესი სიახლე, რომელიც ფაქტობრივად ერთ თვეში 1 აპრილიდან შევაძალაში. მოდით ამ თემით დავიწყოთ და შემდეგ უკვე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გადავიდეთ. რას გულისხმობს ეს სისტემა ერთი ბილეთით რამდენიმე ობიექტის მონახულება? კი ბატონო, დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში მოგეხსენებათ არის 100-ზე მეტი ბუნების ძეგლი და დაცული ტერიტორია, ზოგადად ეროვნული პარკები. და აქედან ბილეთები, ანუ გაბილეთიანება ეხება მხოლოდ რამდენიმე თითოეულ მათგანს, რომელიც არის ჩამოსათვლელი. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბუნების ძეგლები გამტარუნარიანობის ამბავი არის, სადაც ვიზიტორების რაოდენობა არის მრავალრიცხოვანი. კომბინირებულ ბილეთებამდე სანამ მივალ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მცირედ იცვლება არის ტარიფებში. ფასები არის შედარებით გაზრდილი, რომელიც არის სულ მცირე საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში და ასევე სულ მცირე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამბავი არის ძირითადად მიმართული იმაზე, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ძირითადად მიმართულება არის ბუნების კონსერვაცია უპირველეს ყოვლისა და თითოეული ეს წყარო, რომელიც შეიძლება შემოსავლის წყარო დავარქვათ, ასე ვთქვათ, მიმართულია იქითკენ, რომ ჩატარდეს კვლევა და ასე ვთქვათ, გამრავალფეროვნდეს ეს მიმართულება და ასე ვთქვათ, მოეწყოს სხვადასხვა სახის ეკოლოგიური მიმართულებით, ასე ვთქვათ, წარიმართოს ეს ფინანსები. ასევე წლევანდელ წელს გაიზარდა ჩვენი უძვირფასესი ბუნების მცველების, რეინჯერების ხელფასებიც მათ შორის და ესეთი ფინანსები არის ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, მიმართული. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი არის უფასო ეროვნულ პარკებში შესვლა და მოგზაურობა, ასე ვთქვათ, არის უფასო და იქ დაგხვდებათ სხვადასხვა სახის, მათ შორის ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკებიდან დაწყებული სხვა სახის ინფრასტრუქტურით დამთავრებული, რომელიც არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც მოხვდება ჩვენს დაცულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება კომბინირებულ ბილეთებს, ნამდვილად კომბინირებული ბილეთები არის სიახლე და 2 ან 3, ასე ვთქვათ, ბუნების ძეგლის შემთხვევაში, რომელიც ლოკაციურად ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს და შესაძლებელია, რომ ერთი ვიზიტით, ასე ვთქვათ, ერთი მოგზაურობით ერთ დღეს მოვინახულოთ. ამ შემთხვევაში არის შეღავათიანი პირობები და შედარებით შეღავათიან ფასად, ასე ვთქვათ, ფასდაკლების შესაძლებლობა იქნება თითოეულ ვიზიტორს და ეს დაახლოებით პროცენტული მაჩვენებელი რო ავიღოთ, არის დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში, რომელიც არის ძალიან ესეთ პოზიტიური და დადებითი ამბავი. ანუ რეალურად 1 აპრილიდან ზუსტად ეს კომბო, ასე ვთქვათ, ტარიფი ამოქმედება, ანუ ერთიანი ბილეთის სისტემა, რომელიც ტურისტებს მიცემს შესაძლებლობას რამდენიმე, ვთქვათ, მომიჯნავე ლოკაცია დაათვალიერონ ერთ ფასად, შედარებით უფრო შეღავათიანად. კი ბატონო, აქ დავაზუსტებ თუ შეიძლება, მაშინ ეს კომბინირებული ბილეთები, ასე ვთქვათ, ეხება ნავენახევის მღვიმეს, პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონს და ოკაცეს ჩანჩქერს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილები საქართველოს მასშტაბით.
კეთილი, ესე იგი ჩვენ ახლა გადავდივართ შემდეგ თემაზე, მე უნდა ვიკითხო ყველაზე უფრო პოპულარული და განსაკუთრებული ინტერესი, თქვათ, ტურისტების მხრიდან რა ლოკაციებზე ვრცელდება და როგორც მივხვდი, თქვენი საუბრიდან აი ეს ტარიფიც კომბო ფასის და პაკეტის შემთხვევაში ვრცელდება ამ ადგილებზე. მოდით ვისაუბროთ ყველაზე პოპულარულ, თუნდაც გასული წლის მონაცემებით ადგილებზე და როდესაც თქვენ როგორც ინსტიტუციის წარმომადგენელი გარკვეულ შეფასებას აკეთებთ, თქვა ტურისტების თვალით დანახული აი ამ სქემის, უპირველესად რა არის ის მთავარი ინდიკატორები, რომელიც თქვა კონკრეტულ ადგილებს გამოარჩევს? რატომ არის აი ამ მიმართულებით ინტერესი? ძალიან საინტერესო კითხვა არის. პირველ რიგში დავიწყებ ყველაზე პოპულარული ადგილებით, რაც წლევანდელ წელსაც სტატისტიკური მონაცემებით უცვლელია. წინა წლებთან შედარებით, წელს ძალიან საამაყო წელი გქონდა, რეკორდული მაჩვენებელი იყო ვიზიტორების და გასულ წელს 2025-ში რეკორდული მაჩვენებელი იყო ვიზიტორების მხრივ დაცული ტერიტორიების სააგენტოში 1,200,000-ზე მეტი ვიზიტორი ყავდა წელს, რომელიც ასე ვთქვათ, აქამდე რეკორდული ციფრი არის. პოპულარობაში ინარჩუნებენ პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი და სხვა ბუნების ძეგლები, ისე როგორც აქამდე, ასე ვთქვათ, თუმცა გამორჩევა, ასე ვთქვათ, მომხმარებლების კუთხით და ინტერესის კუთხით ეს არის პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი, რომელიც ამ ტოპ პოზიციებს ართმობს წლების განმავლობაში. ერთი ის, რომ ძალიან მომნუსხველია, ძალიან საინტერესოა სანახავად და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისგან ძალიან პოპულარულია ეს. ძეგლის მნიშვნელობა, ავთენტიკურობა, თქვათ, ინფრასტრუქტურული განვითარება, კონკრეტული ლოკაციის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა თუ კიდევ სხვა დამატებითი კრიტერიუმები არის, არ ვიცი, რაღაცა წყალობა თუ კიდევ სხვა ინტერესი რა. წყალობა ნამდვილად არის საქართველოს ამ ხრივ ძალიან იღბლიანები ვართ, რომ საქართველოს ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა ბუნების ძეგლებს რაც შეეხება, ეს არის ლოკაციურად, კი ბატონო, შუაგულ საქართველოში მდებარეობს. ერთი, მეორე არის ძალიან მომნუსხველი სანახავი, იქ არის განვითარებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით პირველ რიგში და მათ შორის კომფორტული გარემო, ეს არის ვიზიტორთა ცენტრი იქნება, ეს თუ მანიშნებლები იქნება, თუ საინფორმაციო მახასიათებლები და ასევე, ასე ვთქვათ, შესაძლებელია გავმიჯნოთ აქ ის თუ ბუნების მხრივ რისი მოყვარულია კონკრეტული ვიზიტორი. თუ უფრო მეტად ლაშქრობა და ასე ვთქვათ, გრძელი ბილიკები არის თქვენი ინტერესის წყარო, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სხვა ასე ვთქვათ, დაცული ტერიტორიები თუ ეროვნული პარკები ავიღოთ. თუმცა ეს მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმე ამ შემთხვევაში მღვიმური წარმოქმნები არის ძალიან საინტერესო, ძალიან შთამბეჭდავი სანახავი და ამ ხრივ შესაძლებელია, რომ დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში ვნახოთ უნიკალური ბუნება და ასე ვთქვათ, ის ეკოტურისტული ბილიკი არის დაახლოებით კილომეტრი-კილომეტრნახევარი, რასაც გავდივართ, ასე ვთქვათ და რამდენიმე ბუნების სასწაულს ხედავთ ადგილზე. დემეტრე, კიდევ ერთ საკითხზე მინდა რომ ვისაუბროთ თბილისის ეროვნულ პარკზე, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება. ეს არის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები. მოდით მითხარით ჩვენც და მსმენელსაც თავისთავად, რა შესაძლებლობები აქვს ეროვნულ პარკს, ისეთი, რაც შესაძლოა გარკვეულ ამბიციას აჩენდეს, რომ იმ ჩამონათვალზე, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, მოხდეს აი რაღაცა განსაკუთრებულ ტოპ ადგილებზე. ამის იმედი გვაქვს, ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ლოკაცია იყო თბილისის ეროვნული პარკი, გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქთან არის ახლო მდებარე და ლოკაციურად დაახლოებით 20 წუთი გვჭირდება თბილისის გასასვლელიდან, ასე ვთქვათ, და ემიჯნება დედაქალაქს. ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მოეწყო 3 ვიზიტორთა ცენტრი, ეს არის ზედაზენის და საბადურის ტყის ნაწილში, ასევე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა საცეცხლური საპიკნიკი ადგილებით დაახლოებით 50-მდე, მათ შორის სველი წერტილები გაიმართა და 160 კილომეტრის
ეკოტურისტული ბილიკები არის სალაშქრო ბილიკები სიახლე, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ საამაყო არის ჩვენთვის და დაახლოებით 1-დან 2 თვის განმავლობაში ოფიციალური გახსნა იქნება ამ ტერიტორიის. ასევე კომფორტის თვალსაზრისით საპარკინგო ადგილები პრინციპში სეზონის ასე ვთქვათ ცხელი სეზონის დასაწყისისთვის უკვე ასე ვთქვათ გაიხსნება და ასე ვთქვათ ჩაეშვა. მითხარით დამატებითი რა ხიბლი აქვს ისეთი რაც ვთქვათ ტურისტებს მოეწონებათ იმ გამოცდილებით რაც გვაქვს რის გამოც ვთქვათ მივდივართ კონკრეტულ ადგილზე ძეგლის ანახავად ხა ინტერესი მეტნაკლებად გამოკვეთილია. მით უმეტეს ვთქვით რომ გასული წელი გამორჩეული იყო, შთამბეჭდავი იყო, ციფრები საკმაოდ მაღალი იყო. რა დახვდებათ ეროვნულ პარკში ისეთი, რასაც ვთქვათ ტურისტები ელოდებიან და რაც გაზრდის ასევე მათ დაინტერესებას. კი ბატონო, დავიწყებ საბადურის ტყით, რომელიც ისედაც პოპულარული იყო თავისთავად. ძალიან ეს არის უნიკალური ბუნების ძეგლი და ასე ვთქვათ, გარდა იმ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისა, რაც მოეწყო ადგილზე, ეკოლოგიის თვალსაზრისით ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც არის ძალიან ახლოს დედაქალაქთან. ასევე ბილიკების თვალსაზრისით, პანორამული გადასახედების თვალსაზრისით, ეს ზედაზენის ბილიკი, ზედაზენი მამკოდა და ეს სამონასტრო კომპლექსები მათ შორის, რაც ხვდება ვიზიტორს, არის ძალიან მომნუსხველი, ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო ამ კუთხით. საბადურის ტყეს რაც შეეხება, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში არის ძალიან საინტერესო ლოკაცია და ასე ვთქვათ, ეხა თოვლის პირველი ინდიკატორი თოვლი, როდესაც მოკლედ მოდის ხოლმე შესაბამისად ადამიანები სოციალურ მედიაში სწორედ საბადურის ტყის ნამდვილად თოვლის საფარით არკვევენ რა ხდება, მოდის სამწარი თუ არა. VR ტექნოლოგიებზეც მინდა ვისაუბრო და აპლიკაციებზე. ვიცი რომ ეს ტექნოლოგიები ვითარდება თქვენთან ამ ეტაპზე როგორი სიტუაცია? ძალიან მაგარი სიახლეა ამ ხრივაც. VR ტექნოლოგიები ლევანდელი წელი იქნება პირველი, როცა დაინერგება უშუალოდ ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე და შესაძლებლობა იქნება ვიზიტორს რომ ასე ვთქვათ გამოსცადოს ერთი წერტილიდან მოხვდეს ამ მოგზაურობაში და ამ თავგადასავალში და სხვადასხვა ბუნების ძეგლს თუ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიას ესტუმროს. რომელიც ძალიან შთამბეჭდავი გამოდის, ასე ვთქვათ, პატარა სპოილერს გამოვიყენებ და ამას VR ტექნოლოგიებს ვიყენებდით ჩვენ საერთაშორისო გამოფენების მიმართულებით, თუმცა ახლა უკვე სერვისად ქცევის პროცესში ვართ და ადგილზე პირველ ეტაპზე იქნება ეს პრომეთეს უმღვიმის ვიზიტორთა ცენტრი და მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება და ასევე იქნება 3 ლოკაცია თბილისის ეროვნული პარკი მათ შორის, როცა ვიზიტორთა ცენტრი ფუნქციას, ასე ვთქვათ, გამართულ ფუნქციას შეიძენს და ლაგოდეხისა და ყაზბეგის მიმართულებით იქნება დანერგილი VR ტექნოლოგიები, რაც დამატებით ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესოა, როცა უკვე მოხდება ჩვენს ეკოსისტემაში ვიზიტორი, შესაძლებლობა იქნება, რომ სხვა ბუნების ძეგლებსაც შეეხოს, რაც ერთი მოგზაურობის, ასე ვთქვათ, ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობას მიცემს და ასევე ინფორმაციული კუთხითაც იქ ინტეგრირებული არის საინფორმაციო კუთხეც, როცა იმ კონკრეტულ ლოკაციებზე და საქართველოს მრავალფეროვნებაზე ვესაუბრებთ. აპლიკაციაც გაქვთ. აპლიკაციაც გვაქვს. რა ფუნქციონალი აქვს ამ აპლიკაციას და ვის შეუძლია ისარგებლოს? აპლიკაცია, ასე ვთქვათ, თავისუფალ გამოყენებაშია, შესაძლებელია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, smartphone-ით გამოყენება ჩვენი აპლიკაციის, არის თავისუფალი ხელმისაწვდომობის და ის არის როგორც სხვადასხვა ლოკაციების, ასე ვთქვათ, ბუნების ძეგლების რუკა ინტეგრირებული, ასევე სალაშქრო ბილიკები თავისი აღწერით, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა რომ წინასწარი ინფორმაცია მიიღოს, ასე ვთქვათ, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრაციების
კუთხით და მიიღოს ის ძირითადი სალაშქრო ბილიკების ინფორმაცია თუ რა კილომეტრს დაფარავს, რა ლოკაციებს შეეხება და რა უნდა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კუთხითაც რა უნდა იქონიოს თან და როგორ უნდა შეემზადოს მოგზაურობისთვის. ბოლოს კითხავთ თქვენ საერთაშორისო გამოფენები აღნიშნეთ, იღებთ აქტიურ მონაწილეობას ამ კუთხით რა სიახლეებია? საერთაშორისო გამოფენები რამდენიმე წელიწადია, რაც აქტიური მიმართულებაა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან, როგორც ევროპის, ასევე ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთის და აზიის კუთხით ძალიან აქტიურები ვართ. შარშანდელ წელს დაახლოებით 10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ჩვენმა სააგენტომ. წელსაც ტრადიცია გრძელდება, ასე ვთქვათ, და ვეხებით როგორც ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ვეხებით ახლო აღმოსავლეთს, ესაც გაერთიანებული ეს ინსტიტუციისთვის. ერთი ის, რომ საერთაშორისოდ ვაცნობთ ჩვენ ქვეყნის უნიკალურ ეკოლოგიას და უნიკალურ ბუნებას და ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, ამავდროულად არის ის, რომ საქართველოში შესაძლებელია ეკოტურიზმით დაინტერესება საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან და სტატისტიკური კუთხით ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით არის 60-40-ზე ესე მაჩვენებელი დაცულ ტერიტორიებზე, სადაც უცხოელი ასე ვთქვათ ვიზიტორები საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც ასე ვთქვათ იმ სამიზნე აუდიტორიებიდან მოდის, სადაც საერთაშორისო გამოფენებზე ვეხებით ხოლმე. ეს არის მათ შორის გაერთიანებული სამეფო, მათ შორის ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომელიც არის ძალიან საინტერესო ბაზარი ამ ეტაპზე ჩვენთვის. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დაცული ტერიტორიების სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი დემეტრე მაღრაძე და ჩვენ ვისაუბრეთ იმ სიახლეებზე, რომელიც გაზაფხულს და იგეგმება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. მადლობა დათმობილი დროისთვის.